ხალვაში და მისი ადვოკატი სტრასბურგში არიან. მისთან მართავ შეხვედრებს მიხეილ ჯანელიძე ევროსასამართლოში რუსთავიორის საქმის განხილვამდე 2 დღით ადრე. რა ინფორმაციას მიაწვდის ქართული მხარე ევროპას საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და როგორ ხვდებიან ამ ფაქტს იურისტები და არასამთავრობო სექტორი. ისე რატომ სჭირდება მედია ომბუდსმენი, რაც გულისხმობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რატომ გამოდის ასეთი წინადადებით გიორგი კვირიკაშვილი ახლა, როდესაც რუსთავიორის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ევროსასამართლოს დროებით 8 მარტამდე შეაჩერა და ვისგან ან რისგან უნდა დაიცვას მედია ახალმა ინსტიტუტმა. მოგესალმებით ეთერშია გადაცემა ბარიერი, მე მისი წამყვანი მაია მამულაშვილი ვარ. ევროსასამართლოში რუსთავიორის საქმის განხილვამდე ზუსტად 2 დღით ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი პაატა სალია სტრასბურგში ჩადიან. რას აკეთებდა იქ მიხეილ ჯანელიძე და ვისთან მართავდა შეხვედრებს, რა წერილის ჩაბარებას გეგმავდა და რა წერილი ჩააბარა საბოლოო ჯამში, როგორც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ეს ეხება კონკრეტულად რუსთავიორის საქმეს და რატომ არ გამოიყენეს, აქ ჩდება შეკითხვა მათ ელექტრონული კომუნიკაცია, რა პრეტენზიები აქვთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებ ჩვენ გვაქვს როგორც ყველას გაქვთ ინფორმაცია, სტრასბურგში ევროსასამართლო მიიღო ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა მე კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ ეს არის საუბარია შეჩერებაზე 8 მარტამდე და 8 მარტს უკვე მოხდება ამ საქმის განხილვა. ეს ვადაკი მას საქმის განსახილვად სჭირდებოდა. კიდევ ერთი მთავარი თემა, რაზეც ვისაუბრებთ, პრინციპში ამ საკითხს უკავშირდება საუბარია მედია ომბუდსმენის ინსტიტუტზე, რომლის შექმნის ინიციატივით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, რატომ ფიქრობს გიორგი კვირიკაშვილი, რომ აუცილებელია მედიის დაცვა და ამისთვის მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი უნდა შეიქმნას და რატომ არის საჭირო ამ ინსტიტუტის შექმნა ქვეყანაში, სადაც ფაქტობრივად მის უფლება მოვალეობებს ახორციელებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რა განცხადებებს და კომენტარებს აკეთებენ. შეფასებები აქვთ ამ თემაზე როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ისე პოლიტიკოსებს და იურისტებს. ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ მთელი გადაცემის განმავლობაში, სანამ სტუდიის სტუმრებთან გადავალ შეკითხვებით, მანამდე მე მინდა რომ საუბარი დავიწყო გუგული მაღრაძესთან, ქართული ოცნებიდან, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდთვება. მოგესალმებით ქალბატონო გუგული და მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ დრო გამონახეთ და გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. თქვენ ინტერვიუ ვნახეთ და სადაც ამბობთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა ორ მხარეს შორის. აი დღეს, როდესაც გავიგეთ ინფორმაცია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის სტრასბურგში 2 დღით ადრე, ვიდრე განიხილება ევროსასამართლოში რუსთავიორის საქმე. ეს არაფრის მანიშნებელია, უბრალოდ დამთხოვა იყო, რომ სწორედ აი ამ საქმის განხილვამდე 2 დღით ადრე ჩადის. პრინციპში ჯანელიძემ გააკეთა უკვე განცხადება, რომ იქ საუბარი იყო უბრალოდ რეფორმებზე, სტატისტიკაზე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ასე შემდეგ. თქვენი შეფასება როგორია? მოგესალმებით. ყველა შემთხვევაში ეს დავა სამართლებრივი დავაა და სტრასბურგის სასამართლომ, იმიტომ ჯერ ერთი ეს არ სტრასბურგის სასამართლოს მთლიანად არ გადაუწყვეტი, ეს მორიგე მოსამართლემ, როდესაც მიიღო აქედან ასე ვთქვათ საჩივარი თუ განცხადება და სადაც ლაპარაკი იყო არასამართლებრივი დავის ნიუანსებზე, რომ ეს არ არის სწორად გადაწყვეტილი, არამედ ლაპარაკი იყო იმაზე, რამდენადაც ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხის ასე გადაწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს არეულობა, სისხლისღვრა და ასე შემდეგ საქართველოში და ასეთ შემთხვევაში მორიგე მოსამართლემ გასაგებია, რომ შეაჩერა 8 მარტამდე და 8 მარტს უკვე კოლეგია იმსჯელებს ამის შესახებ, მართლა არის თუ არა ეს დავა ისეთი ხასიათის, რომ ამას შეიძლება მოყვეს რაღაც გამოუსწორებელი შედეგები ქვეყნის ცხოვრებაში და აი ამიტომ 8 მარტს უნდა დაველოდოთ რა იქნება და მე მაგალითად არც იმას არ ვთვლი საშინელებად, რომ თუკი სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტავს, რომ ძირფესვიანად შეისწავლოს ეს საკითხი, პირიქით ეს ჩემი აზრით უკეთესიცაა, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ამაზე გარკვეული მითქმა-მოთქმები და დამთავრდება ადამიანების მობილიზირება რუსთავიორის დასაცავად და დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ არასამთავრობოები გადიან რაიონებში და ადამიანებს უნდა მოუწოდენ, რისკენ უნდა მოუწოდონ, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება არსებობს და იმის წინააღმდეგ გაილაშქრონ. რუსთავი 2-ის დაცვა რას ნიშნავს? რუსთავიორის დაცვა, რუსთავი 2-ს რაიმე შეფერხება ჰქონდა მაუწყებლობაში ამ ხნის განმავლობაში, რუსთავი 2-ს ოდესმე ჩვენი ხელისუფლების შემთხვევაში ქონია რაიმე აი თქვათ რომ უნდოდა რამის თქმა და ვერ თქვა და პირიქით რუსთავი 2 არამხოლოდ ლაპარაკი იმაზე სიტყვის ტირაჟირებაში არ არის. რუსთავი 2 სისტემატურად გვაყენებს ჩვენ შეურაცხყოფას. მე მაგალითად როცა არ ქონდა გვარამიას გამოსვლის უფლება ჩემი საუბრის დამთავრების შემდეგ, როცა სახლში მოვდიოდი, გამოვიდა და თქვა, რომ მე ვარ გაუნათლებელი, მე არ მესმის არაფერი, მე გავიუნჯებ ესე ჩემი ასე ვთქვათ ქონებრივი მდგომარეობა და სხვა და როდესაც მე ამის
მისახებ აი ჟურნალისტიკის კათედრას, ეთიკის კომიტეტი ხო არსებობს ჩვენთანო და რა საჭიროა. ჩვენ როცა მივმართეთ მათ კარგა ხნის შემდეგ მითხრეს რომ გვარამია თურმე ჟურნალისტი არ არის და ამიტომ ასე არ ვრცელდება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ასევე გახსოვთ მამუკა მდინარე შევრეხა მე ამით რისი თქვა მინდა პრობლემა მომავალში რომ არ შევექმნას პრობლემა იმიტომ რომ ხელისუფლების ინტერესები მომავალში რატო უნდა შეექმნას თუ კი მაგალითად აქ ქონებრივი დავაა და გადაწყდა რომ ის ქონება დაუბრუნდეს ქიბარ ხალვაშ სასამართლოს მე არ ამგონია სასამართლომ ისე ხაიფარად მიიღოს გადაწყვეტილება რომ არ ქონდეს სათანადო დოკუმენტაცია იმიტომ რომ ძალიან არიან ადამიანები რომლებიც დაჩაგრულად და უსამართლოდ დაჩაგრულად თვლიან წინა ხელისუფლების ხელში თავს და მაგრამ მათ როცა სასამართლოს მიმართეთ და არ ქონდათ სათანადო დამამტკიცებელი საბუთები ამის გახსოვება და ამის გამოძიება ხელახლა ვერ ხდება და ხალვას ეთყობა ქონდა ისეთი საბუთები იმიტომ რომ სასამართლო არც ერთი სასამართლო არ გაბედავს და ვერ გაბედავს რომ ისე აი ცარიელ სიტყვაზე გამოიტანოს რამე გადაწყვეტილება მაგრამ როდესაც ამ ფონზე გადაწყვეტილება კი ბატონო როდესაც ამ ფონზე ევროსასამართლო იღებს გადაწყვეტილებას რომ აღსრულება დროებით შეაჩეროს გასაგებია რომ ეს არ არის ან გაუქმება ან გრძელვადიანი გადაწყვეტილებათა შეჩერება ასე შემდეგ მაგრამ მანამდე საქართველოში სამი ინსტანციის სასამართლო იღებს ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას მაგრამ ევროსასამართლო ამ აღსრულებას აჩერებს ეს არის თუ არა არ ვიცი ერთგვარად სასამართლოს კრახი როგორც ამას თქვენი ოპონენტები ამბობენ თუ გადაჭაბებული შეფასებაა ეს ყველაფერი პირიქით სასამართლოს კრახი თუ კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სწორია, მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება სწორია, მესამესიც სწორია, მაგრამ სასამართლოს როგორც შეეჩერება ნიშნავს იმას, რომ რომელიღაცა ინსტანციამ არ გააკეთა სწორად. არა, მორიგე მოსამართლე სტრასბურგში იმიტომ კი არ გააკეთა, გაშეჩერება, რომ სამართლებრივად ეს საკითხი არასწორადაა გადაწყვეტილი, იმიტომ რომ აქედან წასული ინფორმაციის საფუძველზე და ჩვენ ვიცით ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური, ესე იგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და თვითონ რუსთავი 2 ეს გაიგზავნა მთელი შინაარსი აქ იყო რომ ამას მოყვება საქართველოში არეულობა და სისხლისღვრა და ამიტომ შეაჩერა აღსრულება თორე არ უსჯელია და არც ვიცი შეიძლება არ საპირებს მსჯელობას თვითონ სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე ისინი მიიღებენ დამატებით ინფორმაციას რა სიტუაცია საქართველოში სწორედ იმიტომ უნდათ რაიონში გასვლები და იქ გასვლების გაკეთება ადამიანების რომ შექმნან ის სიტუაცია რომ საქართველოს მოსახლეობა როგორ აღშფოთებულია და სინამდვილეში გახსოვთ ტვ პირველის გამოკითხვა როცა იყო 30% მოსახლეობის თვლის რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა 70% მოსახლეობის თვლის რომ ეს არის სამართლებრივი დავა ასე რომ აქ არის ცხადია სიტუაციის ასე ვთქვათ რაღაცა გაბერვის და ასეთი და მე ვფიქრობ ეს არის და თქვენ ახსენეთ ესე იგი განიხილონ კი ბატონო თქვენ ახსენეთ აი აქედან გაგზავნილ წასულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მიიღო ევროსასამართლომ გადაწყვეტილება ის რადგან ახსენეთ აქედან გაგზავნილ ინფორმაციები დღეს ვნახეთ ნუკრი ქანთარიას განცხადება რომ შეიძლებაო მას დადასტურებით არ ვთქვამ შეიძლება იმედის დარბევის კადრებიც კი გააგზავნა არ ვიციო რუსთავი 2-მაო და იმიტომ ძალიან ფაქტია კი ბატონო იმიტომ რომ დეპეშასავით ასე უცბად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი თქვენ გაგიჩნდათ ეს ეჭვი რომ შეიძლება რომ ასეთი რამ გაეკეთებინა რუსთავი და იმედის ესე იგი მე არ ვიცი რა გააგზავნოს რომ ფაქტია რომ ევროპის ესე იგი ეს მორიგე მოსამართლე ეს იცით როგორ არის აი როგორც რა ვიცი საავადმყოფოში რომ მორიგია და რაღაცა რომ მიდის ჩეპე და მოდი ეს გავაკეთოთ ესე იგი შევაჩეროთ ესე იგი თუ კი მაგალითად ორშაბათს უკვე ხდებოდა დღეს მოხდებოდა გადაფორმება და სხვა აქ ალბათ ინფორმაცია გაგზავნილი იყო რომ ამ ქონების გადაფორმებას მოყვებოდა სისხლისღვრა და არეულობა და აი ამის გამო შეაჩერა ვამარკამდე და არეულობა უნდა მოყვებოდა ანუ აი ხო და ეს კითხეთ რუსთავი 2-ს და მათ მომხრეებს იმიტომ რომ მე ნამდვილად არ მიმაჩნია რომ იმის გამო რუსთავი 2 სამართლებრივად თუ მიაკუთვნეს ქიბარ ხალვაში ეს იქნება ისეთი ტრაგედია საქართველოს სინამდვილეში რომ ამას მოყვება გამოსვლებით რუსთავის ეზოში ვინც არის შეკრებილი ის არის ის ადამიანები რომლებიც აი ასეთი ტიპის აქციაში შეიძლება იყოს ჩართული არც მეტი არც ნაკლები იმიტომ კიდევ გიმეორებ საქართველოს მოსახლეობის 20 და ძალიან ბევრი ზარები შევიდა როგორც გამოაცხადა წამყვანი გრიგოლია მაშინ და აი ამ ზარებიდან 30%-მა თქვა რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა 70% მოსახლეობაში იმას რომ რუსთავი 2-ის ქონებრივი დავა ეს არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ასეთი არის ერთ კონკრეტულ გადაცემაში ერთ კონკრეტულ არხზე რამდენიმე 1000 ზარის ასე ვთქვათ შედეგს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ რაღაც სტატისტიკას რომელიც დაუშვით მე შემიძლია თქვენ თუმცა თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ მაგალითად მე მინდა
კი ბატონო, მე მინდა ერთი რამე ვთქვა, თვით ესე იგი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში, რომელსაც ძალიან აფრიალებენ და ამბობენ, იქ ძალიან ნათლად წერია, რომ ქვეყანაში არის პლურალიზმი, მაგრამ არის გარკვეული, ანტაგონიზმი, პოლარიზაცია ინფორმაციის მიწოდებაში, რაც ხელს უშლის მოსახლეობას მიიღოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია. ჩვენ ის რომ მაგალითად პლურალიზმი არის, ეს არის ხელისუფლების დამსახურება და მართლა არის პლურალიზმი. თქვენ იცით რომ ვისაც როგორ უნდა ისე აკრიტიკებს გინდა ხელისუფლებას და გინდა სხვას და ასე შემდეგ, ხო? რაც შეეხება პოლარიზაციას, ეს არ არის თავრობის ბრალი. პოლარიზაცია არის პოლიტიკური კულტურის რაღაცა შემადგენელი კომპონენტი, რომ არსებობს დაპირისპირებული ძალები, მაგრამ პოლარიზაცია საქართველოში არ არის ისეთი, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა ქონდეს მას საზოგადოების განვითარებაზე. პოლარიზაცია ეს არის ერთი ჯგუფი, საკმაოდ პატარა ჯგუფი, ეს არის ოპონენტი პოლიტიკური პარტიები, ეს არის მედიის ნაწილი და ეს არის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი, რომელსაც ესე იგი ჩვენ იმას კი არ ვეუბნებით, რომ რატო არ გაქვს განსხვავებული აზრები და უნდა გქონდეთ განსხვავებული პოზიცია. საქმე იმაშია, არ უნდა მოხდეს სიცრუის ტირაჟირება, ამაშია საქმე. არ უნდა მოხდეს არასწორი ინფორმაცია, თორე ჩვენ თუ ნაკლი გვაქვს და ხელისუფლებას არასწორი ინფორმაციის გავრცელება რომ მოხდეს, ამას რა უნდა არეგულირებდეს? ხელისუფლება უნდა ერეოდეს? დაუშვათ ხდება სიცრუის ტირაჟირება და ხელისუფლების გავრცელება. ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, როცა ხელისუფლება ერეოდა მედიაში, ერთადერთი კავკასია იყო, რომელიც რაღაცა მოკრძალებულად და რაღაც მაინც ახერხებდა რაღაც და დანარჩენი ტელევიზიები ერთხმაში აქებდნენ იმ ხელისუფლებას და ეხლა გადახედეთ, ეხლა პირიქით არ არის ტელევიზიები, რომლებიც შეიძლება რომ ერთხმაში აქებდნენ დაუშვათ ხელისუფლებას. არც ყავს ფაქტიურად მაქებარი ტელევიზია სიმართლე რო გითხრათ საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ როდესაც შუქდება ძირითადად უნდა გაშუქდეს ნაკლოვანებები, როგორ არა, უნდა გაშუქდეს სიღარიბია და სხვა და სხვა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ხო შეიძლება გაშუქდეს ისიც, რომ ადამიანები არიან ამ 4 წლის განმავლობაში, რომელმაც მოახერხეს ზუსტად ხელისუფლების გრანტების თუ პროექტების დახმარებით ფეხზე დადგნენ, ოჯახს ყვებავენ და სხვა. მე ასეთი პოზიტიური ინფორმაციები თითქმის არ მინახავს არც ერთ ტელევიზიაში. მედია ომბუდსმენის ინსტიტუტზე წმინდა ვაპარაკობთ, რომ კი ბატონო, მოვისმენთ თქვენი მოსაზრება და რატომ უკაცრავად სანამ მიპასუხებთ ქალბატონ გუგული, ანუ ეს უბრალოდ ინიციატივა იყო პრემიერ-მინისტრის, შემდეგ ჩვენ მოვისმენთ განცხადებები, შეფასებები და ერთ-ერთი იყო გიაულსკის შეფასება და თავდაპირველად მან განაცხადა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს, იმიტომ რომ მას ეგონა, რომ ეს იდეა ეკუთვნოდა საქართველოს პრეზიდენტს. მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა დაუკონკრეტეს, რომ საუბარი იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, მან შეცვალა მისი განცხადება და აღნიშნა, რომ კი ბატონო, თუ კი იქნება ამის საჭიროება და თუ არის აუცილებლობა, რატომაც არა, ანუ აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის განცხადებები გააკეთა, მას შემდეგ რაც გაიგო, ვის ეკუთვნოდა რეალურად ეს ინიციატივა. თქვენი მოსაზრება როგორია? კი ბატონო, თითოეულ ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვისთვის შეცვლის თუ ასე უფლება, მე ამაზე ვერ გამოვდგები, ასე ვთქვათ, ოპონენტად. მე ვიტყვი ერთ რამეს. სწორედ შესაძლებელია იმან, რომ რუსთავი 2-ის მიმართ ასეთი აჟიოტაჟი ატყდა საქართველოში და გინდა უცხოეთშიც თავისი მეგობარ პარტიებთან გაგზავნილი ინფორმაციებით და სხვა. სწორედ ამან, ასე ვთქვათ, მიაღებინა პრემიერს ის გადაწყვეტილება, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება მედია სივრცეში საქართველოში არ იყოს სწორედ პოლარიზირებული. ანუ ჩვენ ვამბობდეთ ერთს, არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ მეორეს, ასეთ შემთხვევაში თუ იქნება მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, უცხოელი და ამ სფეროში პატივსაცემი და სანდო ადამიანი, აი ის ადამიანის შეფასებები, როგორია მედია სიტუაცია საქართველოში, იქნება უკვე ასე ვთქვათ უპირობოდ მიღებული, ჩვენ ასე მიგვაჩნია და ასეც უნდა იყოს, განცდილი, რომ უპირობოდ იქნება მიღებული როგორც ჭეშმარიტი და არ იქნება უკვე დაბრალება იმისა, რომ თქვა ხელისუფლება რაღაცა სხვა ინფორმაციას ავრცელებს, ოპოზიცია სხვა ინფორმაციას ავრცელებს, მედია ომბუდსმენის და ეხლა როცა ესეთი კრიტიკები იყო, რომ რაკი პრემიერ-მინისტრის აზრია ეს მედია ომბუდსმენი უკვე იქნება ხელისუფლების კიდეს გაჟღერდა, რომ ბიუჯეტიდან თუ დაფინანსდება იქნება ხელისუფლების და ასე შემდეგ. სახალხო დამცველის ინსტიტუტი გვაქვს ჩვენ, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ ნამდვილად არ არის სახალხო დამცველი, ჩვენი გუნდუკის მკვლეველი ძალიან კარგად იცით. ასე რომ მიმაჩნია, რომ ეს სწორი აზრია და სწორედ შეიძლება ჩვენ რო არ ამხტარიყო ეს ამბავი რუსთავი 2-ის მიმართ, არ ქონოდა ეგეთი აუცილებლობა ამისა, მაგრამ ჩვენ გვინდა იყოს ისეთი ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც ჭეშმარიტ სიმართლეს გაავრცელებს საქართველოში მედიას შესახებ და სხვათა შორის თავის დროზე გახსოვთ, როდესაც ჩვენ ჰამერბერგი ჩამოვიდა და აი პენიტენციარულ სისტემაში რა ხდება, პატიმრები და სხვა და სხვა, მაშინ ესე იგი მისმა შეფასებებმა გაცილებით უფრო, ასე ვთქვათ, სანდო გახადა ის რეფორმები, რაც
საქართველოში მიდიოდა. ამიტომ ასეთ შემთხვევაში სრულიად მისაღებია იყოს ეს ასე ვთქვათ ისეთი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტი, რომელსაც დაეჯერება და თქვენ სახალხო დამცველი რომ ახსენეთ, სწორედ სახალხო დამცველის ინსტიტუტი, ჩვენ მართლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედია პლურალიზმი საქართველოში არსებობს და თუმცა აი სახალხო დამცველი რომ ახსენეთ, მისი სახალხო დამცველის ინსტიტუტი მოიყვანეს ერთ-ერთ მაგალითად ასევე ჟურნალისტური ეთიკის ხარტია და ეს ორი ასრულებს სწორედ იმ ფუნქციას, რასაც ევროპის ქვეყნებში შეიძლება რომ მედია ომბუდსმენი ასრულებდეს და ამიტომაც აცხადებენ თქვენი ოპონენტები რომ არ აღმოჩნდა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მექანიზმი იყოს მედია ომბუდსმენი უფრო სანდო და ზუსტად ამ საკითხებზე ორიენტირებული საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ადამიანი. კარგი, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, ჩართვისთვის გუგული მაღლაზე ქართული ოცნებიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და მე სტუდიაში ვინაცვლებ წარმოგიდგენთ სტუმრებს ბენო ქაშაკაშვილი ქართული ოცნებიდან, ანი მიროტაძე ეროვნული ფორუმიდან და ირაკლი ქავთარაძე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი. მოგესალმებით და მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ. ანისგან დავიწყებ როგორც ჟურნალისტისგან. პირველ რიგში მინდა გითხრა რას ნიშნავდა შენთვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ორი დღით ადრე სანამ მოხდება ევროსასამართლოში რუსთავი საქმის განხილვა ქიბარ-ხალვაშ და პატასალეს რაც შეხება დაუშვათ ამ საქმეში მესამე მხარედ მონაწილეობას ითხოვეთ, ამიტომ საბუთები უნდა წარგვედგინავ. ეს დამთხოვა იყო თქვენი აზრით, რომ ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი უბრალოდ რეფორმებზე ისაუბრა და სტატისტიკაზე თუ რაიმეს მიმანიშნებელია თქვენთვის? მე ვერ გავიგე, მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მე ვერ გავიგე უფრო მეტი კონკრეტიკა ვთქვათ, რასთან დაკავშირებით იმყოფებოდა ბატონი ჯანელიძე რომ მქონოდა. ძალიან მცირე კომენტარი შესაძლოა, რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს, ეს ძალიან ზოგადი განსაზღვრება აქედან გამომდინარე გაჭირდება ეხა გამართლება ხელისუფლების. მე ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ლოგიკური იქნებოდა იქ რომ მენახა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, თუ ვთქვათ პირადად მინისტრი არავინმე წარმომადგენელი, ვინაიდან ლოგიკურად მოპასუხე მხარე სახელმწიფოს მხრიდან წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო, არ იქნებოდა არც ერთი კითხვის ნიშანი და შესაბამისად ეს იქნებოდა საქმიანი შეხვედრა. ასეთ შემთხვევაში მეც როგორც დანარჩენ საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, რა თქმა უნდა, გადარჩა კითხვები, მაშინ როდესაც ესეთი მაღალი ტემპერატურა არის რუსთავთან დაკავშირებით, 8 მარტამდე 2 დღით ადრე და შესაბამისად ეს კითხვები იქნება იმ დრომდე, ვიდრე თქვა კონკრეტულად არ იქნება პასუხი გაცემული იმაზე, რა უნდა ბატონ ჯანელიძეს ევროსასამართლოში. რაც შეეხება მეორე ნაწილს თქვენი კითხვის, ბატონი სალიას და ბატონი სამთავრობო ვიზიტიც არის დაგეგმილი ევროპაში ამ დღეებში ნამდვილად ვიცი. მე რომ უფრო მეტი ინფორმაცია მე არ ვარ სასაფრებულ პოზიციაში, მე მინდა ძალიან რომ რაციონალურად შევხედოთ ამ საკითხს და ეს არ არის ჩემთვის ეს პოლიტიკური კონტექსტი არ არის, მინდა გითხრათ, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის არის, ამიტომ მე ბევრად უფრო ობიექტური ვიქნები ასეთ შემთხვევაში და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ბევრი კითხვა იყო და კითხვებზე პასუხი რადგან ვერ მივიღე ეჭვი გაჩნდა და ისევე როგორც დანარჩენ საზოგადოებაში და რაც შეეხება ბატონი სალიას და ბატონი ხალვაშის იქ ჩენას მე მაშინ გავგებარ რომ მართლა ვერ ხედავ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამ პროცესში არიან ჩართულები, სამართლებრივ პროცესში გულისხმობ და აქედან გამომდინარე მათი ინტერესი რომ იქ წასულიყვნენ, თქვათ, არ ვიცი, ხა პირადად გაეცნოთ ევროპის სასამართლოში თავისი პოზიციები, ამაში გავგებარ რომ არაფერს ვერ ხედავ. მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ სხვა შესაძლებლობები კომუნიკაციის, თუმცა ის რომ პირადად ჩავიდნენ და პირადად უნდათ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გქონდეთ კონსულტაციები, ამაში ვერ ხედავ ვერაფერს, მაგრამ აქვე ვიტყვით, ძალიან მინდა რომ დავაზუსტო. თუ ეხლა ესეთი აჟიოტაჟი ატყდა, აი სულ ფიქრობ ხოლმე ძალიან ხშირად და ხო შესაძლოა კიდევ ერთხელ არა შესაძლებლის პოზიციიდან, აი ამ წითელი ხაზი, როგორ გითხრათ, წითელ ხაზად გასდევს ამ ხელისუფლებას არაკომპეტენტურობის მძევლობა. ის რომ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ეხლა ჩვენ გვენახ აი თუნდაც ის რომ რა უნდა და აი არაფერი საქმე არ ქონდა ამ შემთხვევაში ბატონ ჯანელიძეს ეგ არანაირი საქმე არ ქონდა აბსოლუტურად ლოგიკური გამართლებული გასაგები ნაკლები კითხვის დატოვების იქნებოდა როდესაც იქ ჩვენ ნახავდით თქვათ იუსტიციის მინისტრს ან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს რომელსაც საქმიანი ურთიერთობები ექნებოდა და იქნებოდა ეს აბსოლუტურად ლოგიკური დღეს როდესაც ასეთი პოლარიზებული არის პოლიტიკური კონტექსტი არის ამ საკითხში შეტანილი საზოგადოებას რომ ეჭვები გაუჩნდეს და თქვათ პოლიტიკოსებმაც რომ ამ ესე თქვათ ამ პოლიტიკურ ცეცხლზე რომ ნავთი დაასხან რატომ უკვირს ვინმეს განსაკუთრებით ხელისუფლება შემთხვევით წარმოუდგენელია რატომ უნდა გადააბრალო სხვა ის რაშიც შენ თვითონ დაუშვი შეცდომა ესეთი გაუწეველი ბატონ ირაკლი თქვენ როგორ ფიქრობთ ცალ-ცალკე რომ ავიღოთ დაუშვათ ხალვაშის და მის ადვოკატის ჩასვლა შეიძლება რომ თქვა საზოგადოების ნაწილმა ეს გასაგებია ცალკე არც მინისტრის მაგრამ როდესაც ერთად ხდება ეს ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა ეს თქვენთვის რაზე მიანიშნებს
გამარჯობა მოგესალმებით. რა თქმა უნდა მე მინდა დავეთანხმო ქალბატონიანის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უპირველეს ყოვლისა საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შემთხვევაში ნამდვილად არაფერი არ ესაქმება სტრასბურგში და ის რომ ის დღეს ეწვია სასამართლოს, ეს არის მართლაც რბილად რომ ვთქვათ უცნაური ნაბიჯი ხელის გადადგმული ხელისუფლების მხრიდან და ეს რომ მარტო ხელისუფლებას იმიჯზე იყოს სასახული ერთი საკითხია, მაგრამ ამით ზოგადად მთლიანად ქვეყნის მარსაჯულება და ზოგადად კანონის უზენაესობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და რაც შეეხება ეს როგორც არ იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ვიზიტი ყოფილიყო, რა თქმა უნდა ამაში შეიძლება კიდევ კვლავ არ ყოფილიყო რაღაც უცნაურობის ელემენტი, თუმცა ეს სასახარო ეს არის კოორდინირებული ქმედება ხელისუფლების მიერ. ფაქტია რომ ვიღაცამ ძალიან საკმაოდ დიდი განგაში ზარი შემოჰკრა ხელისუფლებაში, არ ვიცი მე კონკრეტული ეჭვმაქ ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, მას შემდეგ რაც მან მოისმინა კონკრეტული გადაწყვეტილება სტრასბურგისა 2 მარტის გადაწყვეტილების შეჩერებასთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ გაგზავნა იქ წარმომადგენლები, უბრალოდ ერთიც არის რომ სხვათა შორის მართალია ქალბატონიანი იქ თუ კი ვინმეს რამე ესაქმება იქ თუ მანდა მაინც უნდა იყოს იუსტიციის მიზეზი, თუმცა ამ შემთხვევაში არ არის გამართლებული, ის არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და საერთოდ ასეთ ორგანოებში არ სიამოვნებთ არ არის მიღებული პრაქტიკა რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი იყოს მით უმეტეს იმ შემთხვევის მერე, როდესაც ის აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების მერე არის უკვე ნაწილი ამ პროცესისა. ნაწილი ამ პროცესისა და ცხადია, ვფიქრობ, საკმაოდ კოორდინირებულ ქმედებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ცდილობენ თავიანთი ასე ვთქვათ, არც თუ ისე გამართლებული საშუალებებით რაღაცნაირად გამოასწორონ სიტუაცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კონტრპროდუქტიული, ერთია თავიანთ საქმისთვის ეს თვითონ იცის ხელისუფლება, თვითონ გეგმავს ესეთ გადაწყვეტილებებს, მცდარ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ სამწუხარო არის, რომ ეს აისახება ზოგადად მთლიანად ქვეყნის იმიჯს. გასაგებია, მადლობა ბატონო, თქვენ მოგცემთ სიტყვას, ანუ კოორდინირებული მუშაობა ქმედება, უცნაური ნაბიჯი, ასეთი შეფასებები იცნეს თქვენი ოპონენტების მხრიდან და აღნიშნეს, რომ ბატონო ირაკლიმ განაცხადა, რომ ეს რომ წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი ყოფილიყო, შეიძლება რომ ამდენი შეკითხვა დაუშვათ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე, თუ ეს იყო ნამდვილად რეფორმებზე, სტატისტიკაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საუბარი, მაინც და მაინც ახლა 2 დღით ადრე სანამ ამოიწურება შეჩერების გადაწყვეტილების ვადა, რატომ მოხდა ეს შეხვედრა, რომ ჩავიდა იქ საგარეო საქმეთა მინისტრი? მოგესალმები ტელემაყურებლებს, მოგესალმებით თქვენს და ოპონენტებს. რაც თქვენ სტუდიაში ყოველთვის უფრო გამომდის თუ ყველას გამოსდის უფრო ესეთი შვიდი საუბარი, რადგან ეს შვიდათი საუბრის ოპონენტებმა მეც ვიტყოდი, რომ არ ვიცი როგორ უნდა დაეგეგმათ, ესე იგი მათ უნდა ცოდნოდათ, რომ უზენაეს სასამართლო გამოიტანდა ამ განაჩენს, შემდეგ გაასაჭირებდა რუსთავიერი ამ განაჩენს ევროსასამართლოში, ევროსასამართლო მიიღებდა ამ გადაწყვეტილებებს და ესე იგი უნდა დაეგეგმა მას ეს ყველაფერი ადრე. და ძალიან ესეთი კარგი ტელემაყურებლების ხარხაზიაზე რომ დავაყენოთ, ესე იგი უნდა დაეგეგმა კიდევ ვიღაცას რომ უნდა შემოეკრა განგაში, როგორც თქვით თქვენ ბიძინა ივანიშვილს და გადაფრენილიყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ეს თუ იქნებოდა თია წულუკიანი, მაშინ როგორც თქვენ თქვით, ყველაფერი კარგად იქნება. არა, როგორ გეკადრებათ? მიმართავდი მე რომ მქონდეს ძალაუფლება, რომ აუცილებლად თია წულუკიანი დაფრინდეს, შემდეგ დაგეგმილ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას და ზოგადად თქვი რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ოპონენტსა და მას ვეთანხმები შეიძლება უფრო გონიზული ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან, ან შეიძლება კიდევ იმის გამართლება მოეძებნა მეთქი, ალბათ ვერ გამოვთქვი. ჩემი აზრით, რომ ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მისვლა ესეთ ექსტრემალურ რეჟიმში გასაგებია და ცხადი, არ ვიცი, თქვენ შეიძლება არ გჯეროდეთ, მაგრამ მე ძალიან გამიჭირდება სმენელი ახლა ვინც გვისმენს, რომ ეს იყო დაგეგმილი, მათი დაგეგმილი ვიზიტი და ჩასვლა. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ერთად უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ სახელმწიფო არის მოპასუხე და მოპასუხეს წარმოადგენს ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იუსტიციის სამინისტრო. გაუგებარია რატომ იყო საგარეო საქმეთა. უბრალოდ ის რომ ის ყოფილიყო ეს იქნებოდა ლოგიკური, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ 8 ოქტომბერს გადაწყვეტილებაც უნდა გამოიწვიოს
გაიტანოს იმ გაფართოებულმა კოლეგიამ, იმას ექნება კითხვები ორივე მხარესთან და შესაბამისად ორივე მხარისგან სჭირდება ინფორმაციები. მე ამ კონტექსტში ვთქვი, რომ იქ რომ მე ნახა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ეს იქნებოდა ლოგიკური. ალოგიკურია საგარეო საქმეთა მინისტრის იყოფნა. მე მგონი ძალიან მარტივი არის. მე დავამატებ, რომ წეღან არ გავაწყვეტინე უბრალოდ მესიჯის სახით უთხარი, ძალიან დიდ ბოდის გიხდით რა, რომ ეხლა არის დაგეგმილი ვიზიტი, სამთავრობო ვიზიტი ევროპაში და არ ვიცი, ეხლა ზუსტად ის საკითხები, მაგრამ არ ამგონია, რომ ეს დაგეგმილი ვიზიტი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ ევროსასამართლომ დაგეგმილი, მაგრამ ამ შესახებ არ ვიცოდით ეს ვიზიტი თუ იყო დაგეგმილი ამაზე. ბოდიში შეიძლება რაღაცა გავასაიდუმლო, რაღაცა ესე საკითხი სახელმწიფო, მაგრამ აი მინდა გითხრათ, რომ აი ძალიან ახლო მომავალში არის დაგეგმილი და არ ამგონია, რომ ეს უკავშირდებოდეს. ახლა მომავალი 8 მარტამდეა, ბატონგენი, თქვენ იქნება იცით? იცით რა არის, მოდით არა იცით რატომ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება 8 მარტამდეც იყოს რა და არ გამოვრიცხავ მაგას. კარგი, ბატონო, თქვენს მოსაზრებას მე ალბათ შევხვდებით ერთმანეთს და ალბათ თქვენს დამიდასტურებთ, რომ ესე ჰარი ჰარალოზე არც ევროპა გეგმავს. არც მე მინისტრი რო ჩავიდეს ეს ევროსასამართლოში ნორმალურად მიგაჩნია. მაშინ ამის საპასუხო. მაგით შეურაცხყოფას აყენებ ალბათ ევროპულ მხარეს. ჩვენ ძირითადად მოდი კიდევ უფრო ნათელი რო გავხადოთ. ჩვენ პარლამენტში ყოფნის დროს მე მუშაობ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოადგილე ვიყავი, შესაბამისად ეს ვიცი როგორი გეგმება. მე ვერ მოვახერხე რომ გამერკვია იყო თუ არა დაგეგმილი ბატონ ჯანელიძის ვიზიტი და ესეთი ვიზიტები არ იგეგმება ხოლმე, როდესაც ეს ოფიციალური ვიზიტია, ამის მომზადება იწყება მინიმუმ 1 თვით ადრე მაინც. ამიტომ მე ამას შევეცდები რომ დავაზუსტო, რამდენად იყო ეს დაგეგმილი ვიზიტი, ასე რომ ამაზე მე კითხვის ნიშნები რომ აღარ იყოს. რასაც თქვენ საუბრობთ ბატონგენო, რომ დაგეგმილია ეს და ამას შესაბამისი პროცედურები ახლავს, შესაბამისად, როდესაც დელეგაციის ვიზიტი არის დაგეგმილი, შესაბამისად, ვისაც კი გაუჩნდება კითხვა, მხარეს, ასეთ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ვინც იქნება დელეგაცია წარმომადგენელი, შესაძლებლობა ექნება მიაწოდოს სრული ინფორმაცია, როდის დაიგეგმა, რა უნდა განიხილონ, როგორი იქნება დღის წესრიგი, ასე რომ კითხვები აქ აღარ გაჩნდება. მე მაინც უნდა გადავიდე იმ თემაზე, თავდაპირველად გუგლი თქვა და აუცილებლად უნდა თქვა, არ შეიძლება. ჩვენ ვუშვებთ ხოლმე შეცდომებს და ხელისუფლების წარმომადგენელი რო წაუშვებს ხოლმე მორიგე მოსამართლე მიიღო გადაწყვეტილება, ნუ ასეთი ტონით ლაპარაკი არ შეიძლება. იმიტომ კი არა რომ ვინმეს აუწევთ ანგარიშები და ვაბაროთ ან გავუწევთ ასე შემდეგ. ჩვენ თუ გვაქვს იმის პრეტენზია და ამბიცია რომ ჩვენ ვართ ამ სივრცეს და უნდა გავხდეთ და უნდა შევიდეთ უფრო აქტიურად ამ სივრცეში, მაშინ უნდა ვიცოდეთ რომ ესე არ ხდება. მაგაში გეთანხმები. ასე არ ხდება. რას ნიშნავს მორიგე მოსამართლე? რატომ არ არის ესეთი ინტერპრეტაციას უკეთებ. ასაგებია რომ ამაზე ხდება პედალირება მუდმივად, თორემ ის რომ რიგითმა მორიგე მოსამართლე მიიღო გასაგებია, მაგრამ შეიძლება რომ სახელმწიფო გუნდის ყველა წარმომადგენელი საუბარს იწყებდეს ამით, რომ ვინმე მორიგე მოსამართლე ამიტომ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მან თვისობრივად ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მან გამოიყენება შეჩერების მექანიზმი 4 დღით. იქ არ ვიცი რა იყო წარდგენილი, რომ გამოიყენა, ამაშიც გაუგებარი არაფერი არის, იმიტომ რომ თუ ამ ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა დამახინჯებული ფაქტები და ალბათ წარადგინა კიდეც ხმად შეუძლიათ ესეთი მოძრაობას არაფერი არ წარუდგინა. უკაცრავად ბოდიშტები რუსთავიორმა თუ წარადგინა კიდევ ერთხელ ბოდიშტები თუ წარადგინა ეს დამახინჯებული ფაქტები, ამასაც გაარკვევენ. სწორედ ამიტომ არის ახლა საჭირო რომ მაქსიმალური ინფორმაციების მიწოდება მოხდეს კოლეგიისადმი, რა არის მართალი და რა არა. ახლა ნაციონალური მოძრაობა წამომწდა, იმიტომ რომ ავანგარდია პოლიტიკური კოლეგიიდან გამომდინარე. არასწორად ინტერპრეტირებს. არა, მაშინ გუგლი ესე კი არა თქვა და არა მაგას სახელმწიფო მორიგ მოსამართლეზე როდესაც კეთდება აქცენტი, რაზეც არ არის სწორი. მე არ ვამბობ რომ მან თქვა ეს და არ არის სწორი. ჩვენ ალბათ უნდა მოვერიდოთ ზოგადად გამომდინარე იქიდან, რომ თუ ჩვენ მე რომ მქონდეს ძალაუფლება, მე ალბათ უფრო მძაფრი სიტყვებით ვისაუბრებდი. ხელისუფლება დღეს აი სხვა გზა არა, აქ უფრო რბილი ტონით საუბრობს, იმიტომ რომ პრაქტიკულად რუსთავიორმა შეძლო მათი ჩათრევა ამ პროცესში
პროცესში. და ვის იბრალია მე რომ რუსთავი რომ შეძლო ამ პროცესების ხა პოლიტიკურად ბატონობას არ შეიძლებოდა, მაგრამ ეს არის ორი კერძო პირშორის დავა და ალბათ ძალიან რბილი ტონი და მარტივი ტონი ჯობია მათი რიტორიკა იყოს, ვიდრე რაღაც მძაფრი გამონათქვამები. მე იმას გეუბნებით, რომ ყოველთვის აპელირებენ იმას, რომ ეს არის რაღაც ხელისუფლების გადაწყვეტილება და ხელისუფლების ჩარევით მიღებული გადაწყვეტილება. გასაგებია, მაგრამ ეხლა მოდი მე ერთხელ საუბრობთ იმაზე, რომ დღეს ხელისუფლება შეუძლია ყველანაირი საკითხის გადაწყვეტა. მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, საპარლამენტო უმრავლესობა და მეორე მხრივ ვამბობთ, რომ გამიგეთ, რომ როგორ ხელისუფლებაა ჩარეული რუსთაველის საკითხში. ხელისუფლება რო იყოს ჩარეული რუსთაველის საკითხში, 5 წელი გაიწელება ეს პროცესი. ალბათ გაიწელება ისევე, როგორც თავის დროზე გადაწყდა 5 საათში, 5 საათში თუ არა 5 დღეში ნამდვილად მოაგვარებს ყველა ისეთივე რესურსი აქვს, როგორც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას და კავის სასარგებლოდ მოაგვარა 5 დღე. მე შეიძლება ხელისუფლებას არ გააჩნია რესურსი. თქვენ გიჯერავთ მაგის? საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია. ეს უბრალოდ თქვენ რო იცოდეთ, მე ხას გაუსვამ ერთ რამეს, რომ გარდა საკონსტიტუციო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმრავლესობისა, რუსთაველმა გააჟღერა, რომ პრეზიდენტის განცხადება, როდესაც იყო და საკმაოდ კონსტრუქციული და თავშეკავებული იყო და მოწოდება იყო პრაქტიკულად, რომ მიყვეთ ამ სასამართლო პროცესებს და ნუაჩქარდებით რაიმე ფისკალური გადაწყვეტილებისაგან, ის ინტერპრეტირებული იყო, რომ პრეზიდენტი გვიჭერს ხარჯს და პრეზიდენტი იყო თავშეკავებული. მე თუ მკითხავ ზედმეტათაც კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არანაირი მხარდაჭერა არავისთვის არ გამოუხატია მასზე თანაც პირდაპირ. გარდა მაგისა მე დავამატებ, რომ ბატონი ირაკლის აზრის მაინტერესებს იმავე დღეს თქვენმა დეპუტატმა ბატონმა რომან გოცირძემ გააკეთა განცხადება, ალბათ ეგეც იყო გადაგზავნილი იგივე სასამართლოში, რომ პრეზიდენტის წარდგენილი 4 მოსამართლედან არც ერთმა არ დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ისინი ჩათრეული არიან კორუფციაში, როგორც დანარჩენი 5 მოსამართლე. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ესეთი დოკუმენტაცია რომ მიუვიდოდა თუნდაც ოპოზიციონერებიდან, იმას რა ქვია, ევროსასამართლოს, იგივე ტელევიზიიდან, რომ 4 მოსამართლე არის. ამით მარტო მოსამართლეებს ხო არა პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა, რომ მისი 4 მოსამართლე ქთამი აიღო ამ გადაწყვეტილებისათვის. გავის კომენტარი, მე მგონი ესეთი CNN-ი რო იყოს, ალბათ no comment-ი უნდა გაგეშვა. გისმენთ ბატონო ირაკლი, იმიტომ რომ შემდეგ ჩართვაზე უნდა გადავიდეთ. კარგით. ბატონო ბენო, მე დავიჯერებდი ყველაფერს ამას, უბრალოდ ეს მრავალტომიანი საქმე, სულ რამდენიმე საათში რო არ ყოფილიყო განხილული ზედა პალატაში და მრავალტომიანი საქმე რამდენიმე წლის და უკაცრავად ერთი წუთით ეს სწორედ იმიტომ იყო ზედა ინსტანციაში ატანილი, სწორედ ამის ზეზის გამო, რომ ვერ მიიღო თავად უზენაესმა ამაზე გადაწყვეტილება და სწორედ მაგ მოტივით იყო ატანილი ზევით, რომ წესით პალატას, ზედა პალატას უფრო დიდხანს უნდა ემსჯელა ამაზე, მაგრამ დიდხანს კი არა, სულ რამდენიმე საათი დაჭირდა 9 მოსამართლეს, როგორც ჩვენ ვიცით, ამ გადაწყვეტილების მისაღებად. აი ეს ერთ-ერთი მთავარი დამატებითი ეჭვია იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ რა გადაწყვეტილების, საერთოდ როგორ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ესეც ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს რა თქმა უნდა. და გადაწყვეტილება ერთი. ხო, და ცალსახად კიდევ რაც შეეხება სტრასბურგს, მე გეტყვით უკაცრავად, მე ხო არ გიშლით ბატონო ბანო ხო. რომ შეიძლება მიუღებელი ერთმანეთ არ გავიზიაროთ ერთმანეთის პოზიცია, მაგრამ თქო მექნება მეც მოგისმენთ თქვენ. რაც შეეხება მე გეტყვით, რომ მთლიან ზოგადი კონტექსტი რო განვიხილოთ ამ საქმეს, ზუსტად მოკლედ მოგახსენებთ, ახლა ბრიუსელში ვიყავი, წინა კვირას ჩამოვედით, იქონდა ბრიუსელში შეხვედრები ქონდა და მინდა მოგახსენეთ ბატონო ბენო, რომ როდესაც ჩვენგან დამოუკიდებელი წყაროებიდან აბსოლუტურად მთლიანად იქ კომისია იქნება თუ ევროპარლამენტი, საკმაოდ ცხადი წარმოდგენა ჰქონდათ და აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის რუსთავიორთან დაკავშირებით. ძალიან გაწმილებულია ევროპა. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ იცოდეთ, არ ვიცი, თქვენ ალბათ გაწვდიან ინფორმაციას, თქვენი წყაროები, თქვენი კოლეგები, როდესაც მიდიან იქ, მაგრამ როდესაც ხვდებიან იქ არ არის კარგი სურათი ამ კუთხით მინდა დაგარწმუნოთ. განსაკუთრებით მაგალითად ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ევროპა შეურაცხყოფილია, პირდაპირ გეტყვით, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული მას შემდეგ მეორე დღეს, რაც საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია მიიღეს. ეს
ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა, რაც მათ ეს დაინახეს და ეს არის სწორედ პირდაპირ პოლიტიკური პროცესი, სწორედ ამ ჭრილში განიხილავენ, ანუ იქნა გარკვეული დრო მიღებული ხელისუფლებამ მე ხელისუფლება საერთოდ არ განვიხილავ, რომ ეს ქართული ხალხის დამსახურებად მიმაჩნია ზოგადად უვიძებ მიმოსვლა, სწორედ ქართულმა ხალხმა დაიმსახურა, მაგრამ ზოგადად განწყობა მერწმუნეთ, არანაირად არც ნიშნის მოგებით არ გეუნებით და საერთოდ არც მიხარია, რომ ესეთი განწყობა არსებობს. კარგი იქნებოდა, რომ კონოტაცია რო არ ყოფილიყო ესეთი. მაგრამ სამწუხაროდ ეს არის იქ, ეს არის ის, რაც დაგვდა ბრიუსელში, მე არ გეუნებით გადმოცემულს მესამე პირით, ამას მე პირდადი საუბრებით გადმოცემულს გეუნებით. რაც შეეხება თავად მოსამართლეს და ისევ ხდება ძალიან დიდი, ამას შეცდომას მე ვერ დავარქმევდი ბატონო ბენო, როდესაც ხელისუფლება და მათ შორის მინისტრი წულუკიანი სწორედ ირონიული მანერით მორიგ მოსამართლეს მოიხსენიებს და ამას ხაზგასმით რამდენჯერმე ამბობს თავის პრესკონფერენცია, რომელიც მიუძღვნა ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ეს რატომ აკეთებენ აქცენტს? ეს არის მთლიანად. აქ მე ბატონო შეიძლება, არ ვიცი, შეიძლება სამწუხაროა. განუმარტა მოსახლეობას და ტელემაგრობას სერიოზულობით, არანაირი ირონიით და ცინიზმით. ბატონო სამწუხაროა ამ ფაქტის მიღმა ის არის, რომ აქ სამწუხაროდ მინისტრი წულუკიანი, რომელიც საკმაოდ მაღალი პასუხისგებლობის პოლიტიკური ფიგურაა, ადამიანი, რომელსაც ქვეყანაში უსმენს ძალიან ბევრი ადამიანი, როდესაც მისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებაზე არის, მას არ ესიამოვნა ბუნებრივია სტრასბურგის გადაწყვეტილება, ჩვეულებრივი ინსტინქტია, თუმცა ეს არის ის, რაც მოხდა, მაგრამ როდესაც ამ გადაწყვეტილებას უკავშირებს ისეთ სანდო ინსტიტუტს და მოიხსენიებს გააკნინოს, კნინობით ფორმაში მოიხსენიოს ისეთი ინსტიტუტი, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო, ეს ჩვენს მოქალაქეებში ძალიან ცუდ განცდას. ეს იწვევს ძალიან დიდი იმედგაცრუებას ჩვენი მოსახლეობისას და ეს იწვევს ძალიან დიდი იმედგაცრუებას და ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ აქ არის საკმაოდ დიდი ანტიდასავლური პროპაგანდა, ისედაც ჩვენს ქვეყანაში ყველანი თავხდებით, რომ ჩვენს აქ მოდის ძალიან დიდი ინფორმაციული, ესე იგი, ტყუილი ინფორმაცია, რომ შეაჩერონ საქართველოს დასავლური კურსი. შესაბამისად, როდესაც მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენელი ასეთი კუთხით განიხილავს ესეთი სანდო ინსტიტუტს აყენებს და მის გადაწყვეტილებას აყენებს შტილს, ეს არის პრობლემა. აი თქვენ რაც დააკნინა, მე მოусმინე მის გამოსვლას, აი პირადად არანაირი ინფორმაცია არ მიმიღე არც კოლეგიდან, ძალიან მაინტერესებდა მისი ყოველი სიტყვა, ეს იყო სერიოზულობით ნათქვამი და განმარტებული მოსახლეობისთვის ყველაფერი. არანაირი ცინიზმი მასში არ ყოფილა. აბსოლუტურად ტყუილია თქვენი, ან და თქვენ მოგეჩვენათ. აი მაგას გეუბნებით, რომ მაგ საკითხში ალბათ გჯობი ხართ, რომ აი ცდილობთ, გარდა მაგისა, მე ცდილობთ, რომ ხელისუფლების აი მინისტრი ჩაითრიოთ, აი მან განუმარტა, მან როგორც მოპასუხემ თავის მოვალეობებით და თავის ინფორმაცია მოახსენა მოსახლეობას, რაც შეასრულა მისი პირდაპირი მოვალეობა. დაუმატებდი დვალმა გიადვალი გამოვიდა, რომელიც არის კერძო ერთ-ერთი მხარე და ამ პროცესში ჩართული ყოფილი დამფუძნებელი და მფლობელი იგივე მაგარხის რუსთაველი და თქვა, მე ყველანაირ სასამართლოს პატივცემ, პირიქით მხარს უჭერ და მეორე მხარეც აქვს ამას ყველაფერს, როგორც ეს გასაოცარია, აგრეთვე მე მხარს უჭერ და პირიქით ეს კარგია ამ პროცესისათვის, რადგან ყველაფერი იყოს აბსოლუტურად ბოლომდე მიყვანილი და გადაწყვეტილი. კარგი, მადლობა. რეკლამა გქონდა, რეკლამის შემდეგ დამფუძნებელი და მფლობელი ესეთ განმარტებას იძლევა რა. კარგი.